მადლობა მოწვევისთვის. მე ვფიქრობ, რომ რეალისტურად უნდა შევხედოთ პროცესებს და ზედმეტი არ უნდა მოვითხოვოთ არც საკუთარი თავისგან, არც ჩვენი მეგობრებისგან, არც ირგვლივ მყოფი სოციალური ჯგუფებისგან. უკვე ძალიან დიდი შედეგია, რომ ადამიანები ყოველდღე ქუჩაში გამოდიან. ჩვენ არ უნდა მოველოდოთ, რომ ყოველდღე გამოვა რაღაცა 100,000 კაცი ქუჩაში და გააპროტესტებს ქვეყანაში ვითარებას. მთავარია, რომ ეს განგრძობითობა არის, ასე ვთქვათ, შენარჩუნებული და მე დარწმუნებული ვარ, რომ ტალღისებურად, ანუ თვეში რამდენჯერმე ჩვენ თბილისში გვექნება დიდი დემონსტრაცია და ქართველი ხალხი დაანახებს თავის დასავლელ პარტნიორებს, რომ ქვეყანაში ჩვენ გვსურს არა რაღაც ავტორიტარული რეჟიმი, არამედ ელემენტარული დემოკრატია მაინც. ამას ემატება ის, რომ გარედან ნელ-ნელა რკალი ქართული ოცნების ირგვლივ ვიწროვდება. შავი ღრუბელი უკვე თავმოყრილი არის ქართული ოცნების ლიდერების თავზე. ისინი კი ამბობენ, რომ არ გვეშინია სანქციების და ყველაფრისთვის მზად ვართ, მაგრამ როგორც კი ბრიტანეთი დააწესებს სანქციებს, როგორც კი ევროკავშირში გამოჩნდებიან, თქვათ, ახალი ლიდერები, ახალი კენჭისყრების კვალ და ევროკავშირშიც გაჩნდება, თქვათ, ახალი სანქციები, მათ ძალიან გაუჭირდებათ, ძალიან მძიმედ იქნება მათი საქმე და რაც მთავარია, ქართული ხალხი ხვდება ამას, ყველა ხვდება ამას, რომ თუ საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა გაუარეს და ამაზე პასუხისმგებლობა უცხოელებს ვერ დაეკისრებათ, ამაზე პასუხისმგებელი უპირველეს ყოვლისა იქნება ივანიშვილი, რუხაძე და სხვაები, კი ბატონო, ლევან, სანქციების ღრუბელი თუ შიდა პროტესტის ღრუბელი, აი რომელ ღრუბელს შეუძლია, ვთქვათ, ამ შემთხვევაში ნაბიჯის გადმოდგმა ნიშნავს ალბათ არჩევნების დანიშვნას, ხომ? იმიტომ რომ ეს არის პატიმრების გათავისუფლებასთან ერთად ერთი მთავარი მოთხოვნა. ავსებს ეს ორი პროცესი ერთმანეთს. ცალ-ცალკე მარტო სანქციები რო იყოს, ეს ვერაფერს ვერ შეცვლის და ეს სანქციები არის შედეგი ხალხი რომ ქუჩაშია იმის. ასე რომ ეს არის ურთიერთდაკავშირებული, პირდაპირ პროპორციულად ერთმანეთთან დაკავშირებული პროცესები. შეწყდება ქუჩაში აქციები. აღარავინ აღარ მოიკლავს საქართველოსთვის თავს, ისედაც არ იკლავენ მაინც და მაინც, მაგრამ უფრო მეტად დავაკვირდებით. ანუ გარეთ რა ხდება, არის დამოკიდებული შიგნით რა ხდება იმაზე. დაპირიქით. ანუ ეს არის განმაპირობებელი ფაქტორები, ხო? როდესაც ქართველი ხალხი, ანუ პროტესტის მონაწილეები, მთელ ხალხზე ვერ ვიტყვი, ხო? პროტესტის მონაწილეები ხვდებიან, რომ მათ მოქმედებას შედეგად მოსდევს სანქციები, შედეგად მოსდევს ახალი სახელმწიფოების მიერ გადადგმული ნაბიჯები, ხალხიც ბუნებრივია უფრო აქტიურია და უფრო მეტ ძალას გრძნობს. ასე რომ ეს არის ურთიერთდაკავშირებული. კი ბატონო, ლევან, ახალ ადმინისტრაციასთან დაკავშირებით ჩვენ ვიცით, როგორ იყო ეს მოლოდინები აგებული მართველი პარტიის მხრიდან. ახლაც ისინი ყოველდღიურად მაგალითად ბოლოს რუბიოს განცხადებაში იპოვეს, რომელიც პატარა ერებისზე ლაპარაკობდა და რაღაცნაირი იმედები, რომელიც ტრამპზე აქვთ აწყობილი, ჯერჯერობით არ განელებიათ, ყოველ შემთხვევაში ახსენებენ მუდმივად ამ თემებს და აი მიდის სიხარული სოციალურ ქსელში იგრძნობა განსაკუთრებით აი ეს ტრამპის განცხადებებში მათ რიტორიკასთან ახლოს მყოფ ფრაგმენტებთან და ფრაზებთან დაკავშირებით. ანუ რა მოლოდინი შეიძლება არსებობდეს ახალი ადმინისტრაციის მხრიდან? სალომე ზურაბიშვილმა თქვა ვაშინგტონში, რომ აი ჩვენ მე ველოდები მაგალითად რომ ტრამპი არ აღიარებს ამ არჩევნებსო და აი რა მოლოდინი უნდა არსებობდეს, თქვენ როგორ უყურებთ? ქართულ ოცნებას აქვს ერთადერთი იმედი დარჩენილი. ქართული ოცნების იმედი მდგომარეობს იმაში, რომ შეერთებული შტატები და დასავლეთი დაიბანენ ხელს და მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეს ჩააბარებენ რუსეთს, ჩააბარებენ პუტინს, კავკასიაზე გავლენას ჩააბარებენ ირანს, თურქეთს და რუსეთს ერთად, აი ამ სამეულს. ანუ მას ტრამპის მხარდაჭერის იმედი კი არა აქვს. მას აქვს იმედი, რომ დასავლეთი მიატოვებს მთელს რეგიონს. და მთელს ფსონს ქართული ოცნება ტრამპზე კი არ დევს, ან რომელიმე ადმინისტრაციის ცვლილებაზე, არამედ ფსონსდებს რუსეთზე, რომ მარტო რუსეთი დარჩება პოსტსაბჭოთა სივრცეში, ან კავკასიაში შეიძლება ეს ორი სახელმწიფოც დაემატონ
ერთმანეთს. ასე რომ მას არავითარი მხარდაჭერა შეერთებულ შტატებიდან არასდროს არ ექნება. მათ აქვთ მხოლოდ ვიმეორებ იმის იმედი, რომ ჩვენ მიგვატოვებენ და არავინ ჩვენს ქვეყანაზე არ იფიქრებს და ასე შემდეგ. ასეც რომ მოხდეს, დიანა, ასეც რომ მოხდეს, ხო? აი მე მახსენდება სულ ცოტა ხნის წინ გარდაცვლილი დიდებული პრეზიდენტი შეერთებული შტატებისა, ბატონი ჯიმი კარტერი, რომელიც ამბობდა, რომ მე არ მაქვს ძალა, მე არ მაქვს შესაძლებლობა, რომ საბჭოთა კავშირში მყოფი მოქალაქეები გავათავისუფლო, ვინც საბჭოთა კავშირში შიგნით არიან, მაგრამ მე შემიძლია, რომ საბჭოთა ნომენკლატურის წარმომადგენლები შევავიწროვო დასავლეთში. მე შემიძლია, რომ საბჭოთა დისიდენტები, რომლებიც დასავლეთში არიან გამოქცეულები, ისინი გადავარჩინო და ასე შემდეგ. ანუ რომც მიგვატოვონ ჩვენ ღმერთმა დაიფაროს, ჩვენი რეგიონი. დასავლეთმა ქართული ოცნების ლიდერებს კარგი დღე მაინც არ დაადგებათ, იმიტომ რომ მიატოვებენ რეგიონს, სანქციები მაინც არ შეჩერდება, მათი შევიწროვება მაინც გაგრძელდება, მათ დასავლეთში გადაადგილების შესაძლებლობა მაინც შეეზღუდებათ, მათ ფულზე, მათ ფინანსებზე, ასე ვთქვათ, მეტი კონტროლის მოპოვებას მაინც შეეცდება დასავლეთი. ასე რომ თვითონ ქართული ოცნება დღეს არის აი ამ სუქცვანგის მდგომარეობაში. რა სულაც არ უნდა გააკეთონ, ისინი ცუდ დღეში არიან, იმიტომ რომ საგარეო თვალსაზრისითაც მძიმე მდგომარეობა აქვს. ხომ რუსეთთანაც მათ ბოლომდე არ აქვთ არაფერი დალაგებული. რუსებს არ ჭირდებათ არც ერთ რეგიონში ესეთი მოფამფალებული და გაუბედურებული და შიდა კონფლიქტების მქონე ხელისუფლება. ეს ერთი. მეორეც ერთი პარტნიორი არ ყავთ, ვერავის ვერ ელაპარაკებიან, იზოლაციაში არიან. ერთი გაერთიანებულ ემირატებშიც კი იმას ვიზიტს არ ახორციელებს. შარის გარეშე როგორც იტყვიან. ანუ მარტო არიან ქვეყნის გარეთ მიტოვებულები და არავინ მათ სერიოზულად არ აღიქვამს, ხო? მე თქვი თქვენთან ბოლო სტუმრობის დროს, რომ უკვე ჩვენი მეზობელი ქვეყნები დაწინაურდნენ და ზემოდან გვიყურებენ. სომხეთი აგერ გახდა ამერიკის შეერთებული სტრატეგიული პარტნიორი. სტრატეგიული პარტნიორი ჩვენზე წინ არის. აგერ აზერბაიჯანზე უკვე ვისაუბრეთ და აღარ მინდა რომ გავაღიზიანო თქვა ამ ქვეყნის გულშემატკივრები ჩვენ ქვეყანაში. ხედავთ როგორ ზემოდან გვიყურებენ ისინი. ანუ საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისით ბანკროტია ქართული ოცნება და შიგნით ჩვენ ხედავთ რომ უკვე მათი ოჯახებია შუაზე გაყოფილი, მათი სამეგობროებია შუაში გაყოფილი, მათი სანათესავებია შუაში გაყოფილი და უკვე მეგობრები და მეზობლები წყალს არ ასმევენ მათ. ხო ისეთი კონფლიქტები წარმოქმნეს ქვეყნის შიგნით. ასე რომ ქართული ოცნება არის აი ესეთ გამოუვალ მდგომარეობაში, უმძიმეს მდგომარეობაში, ერთადერთი იარაღი ვიწყელში რაც დარჩა, ეს არის იარაღი. და იმედია და ამას არ გამოიყენებენ და ბოლომდე არ გადაგვივლიან და ხიშტებით არ შედგებიან თავის ხალხს. თორე დანარჩენი ყველა იარაღი დაკარგეს, აი ცოტა ბჟუტავს და რაღაც თავის საქმეს აკეთებს ეს პროპაგანდა. კი ბატონო, ლევან რო უკვე ისინი აქვთ ხარვეცები. აი როცა ამბობთ რომ ყველა სიტყვას და კეთილშობილურ ნაბიჯს შეუძლია სიტუაციის შემოbrunება, მითხარით უფრო მეტი, ვისაც აი თქვა არ უნახავს ეს კონკრეტული ინტერვიუ, რა შეიძლება ეს გულისხმობდეს, ანუ არჩევნების დანიშვნას კი არა, რაღაც მანამდე რაღაც ტიპის ქმედებებს თუ აი როგორ უყურებთ, რამ შეიძლება შემოაბრუნოს სიტუაცია ისე რომ აი მართლაც სამოქალაქო ომის ზღვარი გაქვთ ნახსენები და ამას რო აცდეს. ამ კეთილშობილურ სიტყვაში მე გულისხმობ დათმობაზე წასვლას და გულისხმობ სწორედ არჩევნებს. მე არ ვამბობ, ოღონდ არჩევნებს, რომელიც არ გამორიცხავს მათ მონაწილეობას, მათ გასვლას პირველ ადგილზე. ანუ მათ აქვთ შანსები, რომ ჯერ კიდევ აქვთ შანსები, რომ ამ საზოგადოებაში დაედგომებოდეთ. ჯერ კიდევ აქვთ შანსები, რომ როგორც პოლიტიკურმა პარტიამ შეინარჩუნონ თავიანთი ადგილი. ჯერ კიდევ აქვთ შანსები, რომ ადამიანებმა ისინი არ გამოყარონ თავიანთი კაბინეტებიდან. ღმერთმა დაგვიფაროს ამ სცენარისგან. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ. ასე რომ მე კიდევ სულ ვამბობ ამას, რომ ქართულ ოცნებას შეუძლია საკუთარი თავის გადარჩენა, იმით რომ დანიშნოს პატიოსანი სამართლიანი არჩევნები ჩაატაროს ეს კენჭისყრა და ამ კენჭისყრის შედეგად დაიკავოს თავისი ადგილი ქართულ პოლიტიკურ სისტემაში. ოღონდ ეს ადგილი არ გულისხმობს იმას, რომ მას
ყველა, ასე ვთქვათ, სიმდიდრე თავის ყულაბაში კონდეს, მოქცეული, ყველაფერს თვითონ აკონტროლებდეს. დღეს ჩვენ ცხოვრობთ კლასიკური ავტორიტარიზმის პირობებში. ხედავთ, რომ მედიის მენეჯერებს და ხელმძღვანელებს ავიწროვებენ და რაღაც ადმინისტრაციული გადაცდომებისთვის 7 წლით უპირებენ ციხეში ჩაგდებას. ჩვენ ხედავთ, რომ ნებისმიერი აქტივისტი დღეს არის იმ საფრთხის წინაშე, რომ ან 15 დღით გამოამწყვდებენ ციხეში, ან 15,000 ლარს დააკისრებენ გადასახადს. ჩვენ ხედავთ, რომ მთელი ეკონომიკური სფერო დაშინებულია ხან ერთ სიტყვიან, ხან მეორეს, აი აქ გამოვლეს ზოგიერთი ბიზნესმენები, ვითომ აჯანყებულის იმითი მანტიით მოსილები და მეორე დღეს იტყვიან, რომ ბიძინა ივანიშვილს 3 ძეგლი უნდა დავიდგათო. ანუ ეკონომიკაზე სრული კონტროლი აქვს და დაშინებული აქვს ეს ხალხი. ჩვენ ხედავთ, რომ გუშინ დაანონსეს, რომ საუნივერსიტეტო რეფორმა უნდა განვახორციელოთ, 12 წელი ვერ განახორციელებს და ეხლა აპირებენ, რომ რაღაც თავიანთი დოლორეს ამბრიჯები ჩასვან სხვადასხვა სასწავლებლებში და მთლიანად გააკონტროლონ ეს სივრცე. NGO სექტორი რა დღეშია, კი იცით, რომ ყოველ დღე დამოკლეს მახვილი კიდია ჩვენ თავზე და როდის შემოგვიგზავნიან ამ იმას, რა ქვია, იუსტიციის სამინისტროს ინსპექტორებს, კაცმა არ იცის და აი ეს ვითარება გვაქვს შექმნილი. მუშები არიან და ხელფას ვერ უხდიან, ვერც ტყიბულში, ვერც იმაში, ჭიათურაში, ვერც ზესტაფონში, აგარა ნახევარჯერ დაკეტეს. ანუ მთლიანად ჩვენ ცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ხელისუფლებას აქვს ამბიცია და განზრახვა, რომ დაიპყრობა საზოგადოებრივი ინსტიტუტი და რაც მთავარია, ამ დაპყრობის მცდელობას თან სდევს საშინელი ძალადობა, რომელზეც ესე იგი გუშინ ბატონი რუხაძის ინტერვიუს მოუყარი თვალი, ჯერ ბოლომდე ვერ მიყურებია 2 საათი და 20 წუთი, მე არა მაქვს ზოგიერთი ნარცისის მოსასმენად, ხო? ჩემს დღის წესრიგში, მაგრამ რასაც უსმინ ეს კაციც, მისი დეიდაშვილებიც, ზაზა შათირიშვილები, ლევან გიგინეიშვილები ამბობენ, რომ ძალადობა საშინელებაა. ძალადობას გმობთ. საშინელებაა დღეს ძალადობაზე რომ თქვა, ეს არ კმარა. ჩვენ ვითხოვთ დასჯას ადამიანების, ვინც სახეში უტყა ახალგაზრდებს, ვინც გადაუარა და გადაჯეგა თქვენი ოპერატორები, ვინც, რა ვიცი, ჟურნალისტი, ოპერატორი, სხვა ჟურნალისტები და ასე შემდეგ. ლევან, დიდი მადლობა. ასე შემდეგ და მე მოუწოდებ ყველა ადამიანს, ვისაც საკუთარ თავს აქვს პრეტენზია, რომ საკუთარ თავს ინტელექტუალი უწოდოს. კი არ კმარა მეგობრებო, დღეს ძალადობაზე თქვა, რომ ეს საშინელებაა. ძალადობას და ძალადობის აქტორები უნდა დაისაჯონ და ეს დასჯა უნდა მოითხოვოთ უპირველეს ყოვლისა თქვენ და თუ არ ითხოვთ მოძალადების დასჯას, ესე იგი თქვენ ხართ მათი, ასე ვთქვათ, მეგობრები, მათ გვერდით მდგომი და თვითონაც მოძალადეები. ძალიან დიდი მადლობა, ლევან ლორთქიფანიძე იყო ჩვენი სტუმარი, მადლობა.